აჭარის ბიუჯეტი 17 მილიონი ლარით გაიზარდა. პირველი 5 თვის მონაცემებით რეგიონის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. ეს არის 17% დაახლოებით 6 მილიონი ლარი. ასევე ნაშთი არის გასული წლის ბიუჯეტიდანაც სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებებიდან და ეკონომიამ 4 მილიონი ლარი შეადგინა. მთავრობის გადაწყვეტილებით თანხა სხვადასხვა სფეროს განვითარებას მოხმარდება. მათ შორის გზების რეაბილიტაციას, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და საჯარო სკოლების რემონტს. ბიუჯეტში თანხების ზრდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. კვარტალი ბიუჯეტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 17.3%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მეორე კვარტალს, დღევანდელ დღეს უკვე 72.2%-ითაა შესრულებული, რაც 6 თვე თითქმის უკვე 100%-ითაა შესრულებული, რესპუბლიკური 98.5%-ითაა შესრულებული და დღის წესრიგში დადგა ბიუჯეტის ცვლილება გაზრდა. აღნიშნული თანხები მართლაც მიზანმიმართულად ბატონი ვაჟა მოგახსენებს კონკრეტულად, მაგრამ მიემართება ისევ და ისევ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, საგზაო დეპარტამენტზე. რეორგანიზაცია ხდება წყალზე სამაშველო სამსახურის და ხდება უკვე სამაშველო სამსახური, რომელიც არა მარტო წყალს, ალბათ უკვე მთას, მდინარეს და მთლიანად აჭარის რეგიონს დაფარავს. ასევე ძირითადი იზრდება მედიცინის დარგში კომპონენტი, კონკრეტულად პროგრამები, სხვადასხვა პროგრამები განათლების კუთხით, სკოლების რეაბილიტაციაზე ემატება 4 სკოლა, როგორც რეაბილიტაცია, რაც მთავარია სოფლის მეურნეობის დარგით უკვე იდგება ჩვენ რასაც დავგვერდით მოსახლეობას, ჩვენი სანერგემეურნეობა, რომელიც მართლაც ელიტარული იქნება, მართლაც სანიმუშო იქნება და თითოეულ გლეხს ექნება საშუალება მივიდეს, როგორც დაწყებული მანდარინიდან დამთავრებული კენკროვნებით უკვე კონდეს თავისი საშუალება გამოხატვის. მოხდა ბიუჯეტის გადახედვა განვლილ პერიოდში წარმოიშვა გარკვეულ ხარჯაულ დაწესებულებებში ეკონომიები, ამან შეადგინა 4 მილიონი ლარი. ამავე დროს გასული წლის ბიუჯეტიც, როგორც მოგეხსენებათ, გადაჭარბებით შესრულდა და ნაშთმა გასული წლის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი შეადგინა. ასევე მიმდინარე წლის 5 თვის ბიუჯეტის მონაცემებით ბიუჯეტი გადაჭარბდა 17%-ით, საერთო ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით. გარკვეულწილად ამ სახსრების მობილიზებამ შეადგინა, მობილიზებით შედგა გამოთავისუფლებული თანხა 17 მილიონი ლარი, რომელიც გადანაწილდა სხვადასხვა მხარჯავ დაწესებულებებზე და ასევე რაიონებზე, იმისათვის რომ განხორციელდეს ის ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვანი არის ჩვენი რეგიონისათვის და მთლიანად მოსახლეობისათვის. პრიორიტეტი ისევ და ისევ არის გზების რეაბილიტაცია, არის განათლება, კულტურა და სპორტი.